განსაკუთრებული მომენტი იყო ჩვენთვის, როცა საჯის პირველი სასწრაფო გაისმა, იმიტომ რომ უკვე რაღაც ახალი წელი დავიწყე ბუნდესლიგაში, რაც ჩემთვის ბავშვობიდან მოყოლებული როცა ფეხბურთი დავიწყე, მიზანი იყო რომ ტოპ 5 ჩემპიონატში მეთამაშა და ერთ-ერთ მათგანში უკვე მე თვითონ მონაწილეობდი. დებიუტიც საკმაოდ კარგი იყო, იმიტომ რომ გუნდმა გაიმარჯვა დიდხნიანი პაუზის შემდეგ. ასევე მეც კარგი თამაში მქონდა. გოლი არ გამიტანია, მაგრამ გოლს ვფიქრობ დავეხმარე ჩემი თამაშით და ხო, როგორც აღნიშნე, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემს სადებიუტო თამაში ბუნდესლიგაში პირველი 3 გოლა აიღო. ცოტა შორიდან რომ დავიწყო ალბათ პირველ რიგში კვარას ტრანსფერმა ნაპოლიში ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა, იმიტომ რომ როცა ნახეს რომ ქართველ ფეხბურთელს ესე მაღალ დონეზე და რაღაც სუპერ ვარსკვლავად შეუძლია ითამაშოს, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დაინტერესება იყო ქართველ ფეხბურთელების მიმართ. შემდეგ ამას უკვე მოყვა ის რომ ევროპის ჩემპიონატზე როცა საქართველოს ნაკრები გავიდა და იქ კიდევ წარმატებას მიაღწია, ხო, იცეთ ჯგუფიდან გავიდა, საიდანაც ალბათ არავინ არ ელოდებოდა და დაანახა მთელ მსოფლიოს საქართველოს ნაკრებმა და ფეხბურთელებმა, რომ ქართველ ფეხბურთელებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში და ამის შემდეგ უკვე დაიწყო ეგ დაინტერესება, ვფიქრობ. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო აისახება მომავალში რა, ახალგაზრდა თაობები უნდა მიხვდნენ ამას, რომ მათ ძალიან დიდი ის კარი გაეღოთ, ესე რომ ვთქვათ, რომ ძალიან მარტივად შეეძლებათ უკვე მოხვედრა ტოპ ჩემპიონატებში და შემდეგ უკვე იქ თავის თავზე იქნებიან დამოკიდებული, რამდენად შეინარჩუნებენ ადგილს. როცა უგრეთთან გადმოვედი მეორე ბუნდესლიგაში, მაშინაც იმ ტრანსფერს ცოტა სკეპტიკურად ვყურებდა ქართველი მაყურებელი, თუმცა ჩემი მიზანი იყო რომ ცოტა ხანი ბუნდესლიგაში, მეორე ბუნდესლიგაში მეთამაშა და რადგან ჯეროდა ჩემი შესაძლებლობების, მქონდა ის მის განცდა, რომ ერთ დღეს აუცილებლად ვითამაშებდი ერთი საფეხურით მაღლა და ეს ესეც მოხდა. აქედან ანუ მეორე ბუნდესლიგიდან უფრო მარტივი იყო ვიდრე უნგრეთიდან პირველ ბუნდესლიგაში ასვლა და ეგ ნაბიჯი მაგიტო გადავდგი მაშინ. რაც შეეხება კარლსრუედან უკვე ჰაიდენჰეიმში გადმოსვლას, მქონდა 6 თვე კონტრაქტი დარჩენილი კარლსრუეში, სადაც მართლაც ყველაფერი იდეალურად მიდიოდა ჩემთვის. მართლაც თითქოს სახში ვცნობდი თავს, ისეთი გარემო იყო, ყველას უყვარდი, გუნდს ჩემზე იყო დამოკიდებული, ესე ვთქვათ, ჩემი სჯეროდათ და ფაქტორი განაპირობა იმა, რომ რადგან 6 თვე იყო დარჩენილი, ჰაიდენჰეიმმა იმდენი ისე მოინდომა, რომ ჩემში საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა, როცა შეეძლო რომ 6 თვე მოეცადა და შემდეგ უფასოდ წავიყვანე, თუ კარლსრუე ვერ მოახერხებდა უმაღლესში გადმოსვლას და ასევე კონტრაქტი დამიდო ისეთი, ანუ 4 წელიწადნახევრიანი, რომ ჩემი ასაკის ფეხბურთელისთვის ეგ უკვე გადამწყვეტი ფაქტორი იყო, იმიტომ რომ კარლსრუეში იყო რაღაც გაგრძელებაზე, კონტრაქტის გაგრძელებაზე საუბრები, თუმცა ისე, ანუ პირდაპირ ისე ფინანსურადაც და ესე გრძელვადიანი კონტრაქტი არ იყო მათგან და ამიტომ უკვე აღარ გავუშვია შანსი ხელიდან, რომ ახალი წლიდან, ანუ იანვრიდანვე უკვე მეთამაშა პირველ ბუნდესლიგაში. სატრანსფერო გადაიხადეს, ჩემი ყველა, ესე რომ ვთქვათ, პირობები დააკმაყოფილეს და რა თქმა უნდა, სურვილი რაც მქონდა, რომ ბუნდესლიგაში მეთამაშა, უკვე მაგიდაზე მედო და აღარ მინდა, რომ ხელიდან გამიშვა. მეორე ლიგის მე ბუნდესლიგაურის ბომბარდირი ვიყავი ნახევარ სეზონში და ყველა ძალიან იმედიანად ამხვდა, ყველა თეფილად შემხვდა და ეს რა თქმა უნდა მეც დამეხმარა ადაპტაციაში. ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ, აქ მეტი ინტენსივობა და მეტი
ფიზიკური ურთაბრძოლებში შესვლა გიწევს, იმიტომ რომ როგორც ვიცლიერი ფეხბურთელები არიან და იმდენს ვეღარ მოიგებ, რამდენსაც მეორე ბუნდესლიგაში, თუმცა რა თქმა უნდა, ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზეც მუშაობ, იმიტომ რომ ვიცი რომ უნდა გავაუმჯობესო, რადგან აქ უკვე სხვა ლეველია, ესე რომ ვთქვათ. და ხო, რა თქმა უნდა, ჯერ არ გამიტანია გოლი ბუნდესლიგაში, მაგრამ იმედი მაქვს და ჩემი თავი ვჭირა, რომ აუცილებლად მოვახერხებ უახლოეს პერიოდში ჩემს სადებიუტო გოლის გატანას და შემდეგ უკვე თავდასხმელისთვის ეგრე არის ხოლმე, რომ თუ ერთს გაიტან, მერე გეხსნება ხოლმე და აი ერთს რო შევაგდებ, ჯერა რომ აუცილებლად გაიხსნება გოლების სერია და სენზოს რაც შეეხება და 2025 წელს ხო პირველ რიგში რა თქმა უნდა ჰაიდენჰეიმი უნდა დარჩეს ბუნდესლიგაში, რისთვისაც ვიბრძვით და უკვე შემდეგ ზაფხულიდან სხვა მიზნების დასახვა იქნება. ალბათ უახლოეს წარსულიდან ის ორი გოლი, რომელიც ლუქსემბურგთან გავიტანე, თავდასხმელი ვარ და რა თქმა უნდა, გოლების გატანა მიყვარს და ეგ ორი გოლი არასდროს არ დამოუწდება. გამოვსდება ასევე პირველი ნაბიჯები, როცა ევროპის ჩემპიონატზე შევდგი თურქეთის წინააღმდეგ, ბუნდესლიგის დებიუტი და ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი იყო, თუმცა მაინც სანაკრებოს უფრო მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს და ყოველთვის ალბათ ფეხბურთელებს აი სანაკრებო კარიერის დროს გაკეთებული მომენტები უფრო ახსოვთ და ემახსოვრებათ და მეც უახლოეს წარსულიდან იმ ლუქსემბურგის ორ გოლს გამოვყავდი. ეგ თავით თამაში ხო ისეთი მომენტი იყო, რომ სხვა გზა აღარ მქონდა რა სხვანაირად უკვე ბურთს ვერ მიწვდებოდი და იმდენად სურდა რომ ჩვენ დაგვჩვენოდა ბურთი, რომ ერთადერთი რაც მომიფიქრდა ეგ იყო. თან ნანახი მაქვს, რომ აი როცა ფეხბურთს უყურებდი, თუნდაც ჯონ ტერი თუ როგორ ცდილობდა რომ აი წაქცეულიც კი აი თავით მაინც შეეჩერებინა თავისუფლის დარტყმა და ხო ეგ იყო და ხო თავიდან დავიწყებ როცა ავსტრიაში წავედით შეკრებაზე ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატი მან დაიწყო იმიტომ რომ შეკრება ზაფხულში ყოველთვის რაღაც ნაკრებთან ასოცირდებოდა რომ ამ ხანაგური თამაშები გვიწევდა და ეხლა რო შევიკრიბეთ უკვე ევროპის ჩემპიონატისთვის ვიმზადებოდით და მაგაზე დიდი ბედნიერება ალბათ არ ყოფილა ჩვენ არც ერთი ჩვენგანისთვის უკვე უშუალოდ გერმანიაში როცა ჩავედით და თამაშები მოახლოვდა რა თქმა უნდა დაძაბულობაც იმატა თუმცა ერთმანეთთან ყოფნით და იმ სასტუმროში ერთად ყოფნა ყველაფერი განაპლანზე გადაწია თუმცა ვიტყვი რომ მაინც თურქეთთან პირველი 20 წუთი მაინც ცოტა დებიუტანტობა დაგვეტყო თუმცა შემდეგ ყველაფერი დაალაგდა და იქ ყოფნა უკვე ბევრჯერაც მithქვამს რომ დღესასწაული იყო რომ სასტუმროში ხარ იმის მიზნისთვის რომ საქართველოს ნაკრებს წარმოადგენენ ევროპის ჩემპიონატზე და შეზებედნიერი ალბათ არავინ არ იქნება ანუ ჩვენზე ბედნიერი რა ფეხბურთელებს გულისხმობ არავინ არ იქნებოდა იმ მომენტში იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი ელოდა საქართველოს რომ დიდ ტურნირზე გასულიყო და ეგ ჩვენ შევძელით ამ თაობამ და როგორც ბევრჯერ თქვი ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი რომ იმ 26 კაცში მოხვდი რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებოდა და ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა და უშუალოდ გასახდელში რაც შეეხება მთავარი მოტივატორები რა თქმა უნდა გამოცდილი ფეხბურთელები და კაპიტნები გურამ გაშია ნიკა კვეკვესკირი ასევე გამოყოფდი ხუჩა კვარაცხელიასაც რომლებმაც თქვეს ეს სიტყვები რომ გასახდელი დაინგრა ესე რომ ვთქვათ ხრიალით და უშუალოდ სასტუმროში
ყველანაირი გართობა თუ რამე შეიძლება, სამაგიდო თამაშებს გულისხმობ, მაგით ვირთობდით თავს და ასევე რა თქმა უნდა ევროპის ჩემპიონატზე, როცა ჩვენი თამაშო დღე არ იყო, სხვა სათამაშო გუნდების თამაშებს უყურებდით და რა თქმა უნდა სავარჯიშო პროცესი და თავისუფალ დროს ერთმანეთთან ყოფნა და რაღაც იდეების გაზიარება, ფეხბურთზე საუბარი, თამაში და ასე შემდეგ. როცა ამხელა ფეხბურთელების წინაშე ამხელა ქვეყნების ქვეყნის ნაკრებების წინაშე თამაშობ, რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილებაა, რომელიც არასდროს არ დაგავიწყდება და გაყვება მთელი ცხოვრება და ასევე უნდა აღნიშნო გულშემატკივრები თქვენ ახსენეთ რომ მეორე მხრიდან იყავით, თუმცა ჩვენ თითქოს ვცნობდით რომ ერთიანები ვიყავით, იმიტომ რომ როცა ავტობუსში ვიყავით და მოედანზე მიდიოდით თამაშზე ნახულობდით იმ კადრებს, რომ აი საქართველოსთან ჩამოსული ყველა კომაგი ერთად სრულობა ჰქონდათ და ეგ რა თქმა უნდა ორმაგ მოტივაციას ვაძლევდა თითოეულ ჩვენთაგანს და მისარგებლო შემთხვევით კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი ვის ჩამოვიდა და ვინც თუნდაც ვერ ჩამოვიდა რაღაც მიზეზების გამო და საქართველოსთან გულშემატკივრობდა ნახეთ ის კადრებიც როცა პორტუგალიის შემდეგ მთელი საქართველოს გარეთ იყო და ზეიმობდა და ეგ გვახარებს რა თქმა უნდა როცა ჩვენი საქმით ადამიანები ბედნიერდებიან და ყოველთვის ვამბობ რომ გულშემატკივრების არის ფეხბურთი და როცა შენ ხალხს და ერთ სამხელას სიხარულს ანიჭებ რა თქმა უნდა შენც ორმაგად ბედნიერი ხარ რაც შეეხება დახვედრას და ჩამოსვლას მართლაც არავინ არ ელოდა მაგას კი გვითხრეს რომ დაგხვდებოდა ხალხი, თუმცა თუ ეგრე გადავსებული იქნებოდა და ლოკომოტივის სტადიონიდან თავისუფლების მოედნამდე ხალხი მთელ ქუჩაზე ანუ გამოგვაცილებდა, ალბათ არ ველოდით და მართლაც ძალიან დაუწყარი ემოციები იყო, რომელიც ხო შვილიშვილები რომ აყოლება აუცილებლად მოუყვები და კადრებსაც ვანახე. დღეს მოვყვებით ამბავს თუ როგორ მოახერხა ამ ქვეყანამ გაევლო გზა მიზნიდან გამარჯვებამდე. ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულმა და მიზნისადმი ერთგულებამ დღეს ევროპული კულტურის მოვლენათა ეპიცენტრში ევრო 2024-ზე მოგვახვედრა. როცა ვნახე ისევ იმ დღეებზე დამაბრუნა ძალიან ემოციური იყო თუნდაც იმ ადამიანების თქვენი მხრიდან რაღაც საჩუქრები რო გავუკეთეთ და წამოიყვანეთ გერმანიაში მართლაც ამაღელვებელი მომენტები იყო ის კადრები რაც იყო მაგანაც ძალიან იმოქმედა ეხაც ცოტა ჟუანტელმას დამიარა სიმართლე გითხრათ და სხვადასხვა ჩვენ საუბრობდით ფეხბურთელები რომ შეიძლებოდა რომ თუნდაც შიგნით ან სასტუმროშიც ყოფილიყო რაღაც ერთი კამერა რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაზე აი როგორც Netflix-ი აკეთებს მაგალითად გუნდებთან მიმართებაში ჩვენს ნაკრებზეც რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო და ალბათ საინტერესო გამოვიდა და ძალიან ეგეთი რაღაც დოკუმენტური ფილმებით რა და თქვენი ფილმი როგორც ვახსენე ნანახი მაქვს მომეწონა და ძალიან დიდი ემოციები გამოიწვია. განულის ჯგუფს რაც შეეხება რთული ჯგუფი იყო რომელიც საბოლოოდ გამოჩნდა კიდეც რომ რთული იყო თუმცა ჩვენ ისე დავიწყეთ რომ უკვე ყველას ეადვილა მაგრამ ეგრე არ ყოფილა იმიტომ რომ 4-ვე ნაკრები ვინც ჯგუფში იყო 4-ვე ევროპის ჩემპიონატის მონაწილე იყო და ჩვენ ვიცოდით რომ რთული თამაშები გველოდა ძალიან დასანანი მარცხები ვიწვიეთ იმიტომ რომ მომენტი გაგვეპარა რაღაც კონცენტრაციის დაკარგვის დავაბრალოთ მოდი და 1-0 დავსვეთ ორივე შეხვედრა და რა თქმა უნდა გულდასაწვეთი იყო და შემდეგ უკვე აი ამ ფსიქოლოგიურმა მომენტმაც ალბათ იჩინა თავი რომ აი ორი წაგების შემდეგ უკვე უკრაინასთან ბათუმში ვმარცხდებოდით და ერთ-ერთი მოჩა და ჩეხეთში უკვე პირველ რაღაც 20 წუთში 2-0 იყო და უკვე ჩეხეთში გასვლაზე რთულია ჩვენ მარტო ჩვენ არა ძალიან ბევრ ნაკრებს უჭირს მაგათთან თამაში და გამოჩნდა კიდეც რომ ძლიერი ნაკრები არის ჩეხეთი და ხო ეგ იყო განვლილი ჯგუფი რა
ნაკრები გაიზარდა და ქართველი ხალხი გაფასებს, რომ ვიტყვი რომ გაფასებს რა, ისე რომ უნდა რომ ყველა ნაკრებს მოუგო და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიაქციოს, ანუ შენში არ უნდა გადაიზარდოს რა, ესე ვიტყვი რომ რაღაც თქვა რომ თებს გადავდგავო რა. და აი ბრაზილიას მოუგებთ 7-1 და რაღაც ეგეთ ფიქრებში არ უნდა წახვიდე. აქვს ამ ნაკრებს ის რესურსი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშოს და თაობა ყავს ისეთი და წამოვა კიდევ ისეთი თაობა, თუნდაც 21 წლამდე მომეორედ უკვე გავიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. იქედან შევსებას მიიღებს აუცილებლად ეროვნული ნაკრები და გამოცდილი ფეხბურთელების და ახალგაზრდა ფეხბურთელების შერწყმა და ნაზავი ჩემი აზრით რომ მოიტანს იმ შედეგს, რომ ერთ დღეს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს. ბელიგაში დარჩენის თამაშია და რა თქმა უნდა თითოეულ ფეხბურთელს უჭირდა რომ ჩვენი ადგილი C-ლიგაში არ არის და საქართველოს ნაკრები ბელიგაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა ამისთვის ვემზადებით. მარტში სომხეთთან გვექნება ორი დაპირისპირება და ვფიქრობ რომ თუ ყველა ჯანმრთელი და ფორმაში იქნება, რა თქმა უნდა, შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად გავიაროთ ეგ ეტაპი. ვფიქრობ რომ შევძლებთ რომ ისევ ბელიგაში გავაგრძელოთ ასპარეზი. გულშემატკივრებს, ჩემს გულშემატკივრებს პირველ რიგში ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით, რომ გულშემატკივრობთ. ჩემი ჯეროდათ თავიდანვე. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. გვირდებით, რომ იმედებს არასოდეს გაგიცრუებთ. ყოველთვის ვეცდები, რომ მოედანზე 100%-ით დავიხარჯო და დიდი სიამოვნება მოგანიჭოთ ხოლმე ჩემი თამაშით და მიზნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, მსურს რომ კიდევ ცოტა, კიდევ დიდი ხანი დავრჩე უმაღლეს დონეზე, ანუ კარგ ფორმაში და როგორც თქვი, მადლობა კიდევ ერთხელ და არ გაგიცრუებთ იმედებს. ესეთი რაღაც არასოდეს არ გამიგეთები.